სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. არიან ადამიანები, რომლებმაც მრავალი წელი ეკლესიის წიაღში გაატარეს. ჩემ თვალწინ მრავალი წელი იყვნენ. მე მიდიან ეკლესიიდან ასეთები ცოტანი არ არიან. ძალიან ბევრია ასეთი. მე ბუნებრივია გადის წლები ხვდებიან ეს ადამიანები. თან პრინციპში კაცმრო თქვა შეხვედრაც რაღაც სასიხარულოსავით არის, რომ იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ხო რაღაც განსაკუთრებული არაც ეკლესიაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საწავიდა, რატო წავიდა, უკეთესი რა ნახა. რა ვერ გაიგო, ალბათ ვერ გაიგო, ვერ განიცადა, მის გულს ვერ მოხვდა, მადლი ვერ შეხვდა მადლს. თუ განიცადა და თუ გაიგო და თუ შეხვდა, მაშინ თლათ უარესი, მაშინ პირდაპირ ღალატია. სისულელია, უგუნურებაა. დრო გადის, ყოველი წამით უახლოვდებით ჩვენ ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. ყველაფერი ამ ქვეყნიური უპერსპექტივოა თუ ის ღმერთის გარეშეა. და მე ვფიქრები, რომ აი რამდენად გვესმის ჩვენ სახარება და რამდენად სწორად ვართ, ჩვენ არ წავსულ ვართ. ხვალ რა იქნება ვინ იცის, რა ზომას უნდა მივმართოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავიაზროთ, თუ სად ვართ, რისთვის ვართ. რამდენად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვესმის ქრისტიანობა, რამდენად გვესმის სახარება. და რა არის მიზეზი, რის გამო მიდის ადამიანი? რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ იაზრებს ბოლომდე ადამიანურ ყოფიერებას, მის შესაძლებლობებს, მის პერსპექტივას, მის ღირებულებას ვერ იაზრებს ადამიანი. ახურდავებს მიწიერ წვრილმანებში, ხშირად სისულელეებში, უგუნურობაში, ფლანგავს, ყველაზე ძვირფას, დრო არის ყველაზე ძვირფასი, შეიძლება ასე ითქვას ამ სამყაროში, იმიტომ რომ მხოლოდ დროში ვარსებობთ და დრო კიდე შეუქცევლად მცირდება. ადამიანი ესე იგი ამ ყოველივეს ვერ იაზრებს. შემდეგ ადამიანს აქვს ნებელობა, რომელიც სამწუხაროდ თანხმედრაშია დემონურ ნებასთან. აი ძალიან მარტივი მაგალითი. ყველას აქვს სურვილი, რომ პატივისცენ და უყვარდეთ. თუ ჩვენ ქრისტიანობის მიხედვით და ჩვენ აბა რა რის მიხედვით უნდა ვსჯელობდეთ, იმიტომ რომ ჩვენი სოფხედულობა ხო ქრისტიანულია. ჩვენ თუ ჩავიხედებით, ჩვენ იმ წამსვე ვიპოვით. გვახსენდება, აღმოვაჩენთ იმ პიროვნებას, რომელიც სწორედ იმის გამო, რომ ავამტყოფურად სურდა, რომ პატივი მისთვის ეცათ და ის ყვარებოდა და ის ყოფილიყო ცენტრი, ანგელოზი ეშმაკად გადააქცია. ეს თვისება, რომ პატივმოყვარეობა, რომ პატივი მცენ და რომ ვუყვარდეთ, ეს დემონური თვისებაა. რომ ჩემი სიმართლე იყოს დომინანტი, ეს დემონური თვისებაა. რა თქმა უნდა, ადამიანი ეკითხავს, რომ აბა ჩვენი თავისუფლება რაშია? ჩვენი თავისუფლება ხო საღვთო თვისებაა. და თავისუფალი რომ ხარ, იმიტომ შესაძლებლობა გაქვს, რომ დემონური ნება აერჩიო, ასაც წინ ჩამოთვლილი ის თვისებები ახასიათებს. და შეგიძლია აერჩიო ერთადერთი სიცოცხლე და სხვა სიცოცხლე არ არის, ეს არის ღმერთი. რომელიც არის გონიერი, რომელიც არის პიროვნება, რომელიც არის მოაზროვნე და რომელიც არის თავისუფალი და შენ მისი მსგავს, შენ არ ახარ ეშმაკის მსგავსი. ეშმაკის მსგავსად შექმნილი არ ახარ, შენ ღვთის მსგავსად შექმნილი ხარ. და შენი ღირებულება ღმერთის მსგავსად მყოფობაა და ეს არის გონება მიუწვდომელი დიდებულება. ჩვენ უბრალოდ ქრისტიანობა რას გვეუბნება? კი არ გვიხსნის ჯოჯოხეთიდან. უბრალოდ კი არ გვიხსნის, არამედ გვირგვინს გვადგავს თავზე. ღვთისმშობლობას გვანიჭებს. ისეთ დიდებულებას გვანიჭებს, რომლის წარმოდგენა არ შეგვიძლია, გამოუთქმელია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წინაღემოს ხილვა, თუ რა არის სასუფეველი, მაგრამ მაინც ვერ გამოთქვავს. ადამიანური ენა ამას ვერ იტევს. ესე იგი ჩვენ უბრალოდ ბოლომდე კარგად არ გვესმის სახარება და ჩვენი ნება დომინანტია. ჩვენ ყოველდღიურობაში ამას მუდმივად ვავლენთ, რომ კიდე ლოცვაში, კიდე განწყობებში, შეგრძნებებში, დამოკიდებულებაში მუდამ ვავლენთ ამას, რომ ჩვენი ნება, ჩვენ ჭკუას ვარიგებთ ღმერთს, ჩვენ მას ვთხოვთ იმას, რომ ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ ეს გვინდა. ამას მუდმივად ვაწყდებით და თუ ეს რაღაც ზღვარს გადასულია, აი ეს ჩემი რო გავიტანო ღმერთის მორწმუნე ვარ, ბოროტი არა ვარ, კეთილშობილი ვარ, ცნებების აღსრულებას ვცდილობ, მაგრამ აი ამ ჩემის გატანა მინდა სულ ღმერთთან. არაფერს არ უშავებ, თქვათ ისეთი უწყინარი ადამიანი ვარ, მაგრამ აი ჩემი მინდა გავიტანო, როგორც წესი
თუ მაინც დავარქმევთ სასჯელს განსაცდელს, თუმცა ეს სასჯელი არ არის. თუ მაინც დავარქმევთ სასჯელ განსაცდელს, ყველაზე მწარად ასე დროს ისჯებიან ხოლმე ქრისტიანები. ეს ხდება მანამდე გრძელდება, სანამ არ მიხვდება, რომ აი ჩემი არ მქონდეს, მე მინდა არ მქონდეს, ეს მინდა. და როგორც წესი, ყოველთვის ეს მინდა არის მიწიერი წარმავალი უპერსპექტივა. ჩვენ არ ყოფნის გამბედაობა, რომ გავაცოცხლოთ იყავ ნება შენი მამაო ჩვენოსი, რომლის გარეშეც ღმერთის შვილობა არ გამოდის, არ ყოფნის გამბედაობა, ეს ჩვენ პირად ურთიერთობაში ღმერთთან გავაცოცხლოთ და უთხრათ მას, რომ ჩემთვის თავარია რომ შენთან ვიყო და ჩემი პირადი ცხოვრება როგორც შენ გინდა ეგრე იყოს. ამის გამბედაობა ჩვენ არ ყოფნის. და დღევანდელ სახარებაში სხვადასხვა დამოკიდებულება ჩანს ადამიანებისა ქრისტესადმი და ქრისტე როგორ პასუხებს იძლევა. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ჩვენი თავისთავად ცხადია დავინახოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, როცა თავად ქრისტე მოუწოდებს ადამიანს. ლუკას სახარება იყო დღეს და იყო სვლასა მათსა გზასაზე და მიდის უფალი მისიონერობს, მოწაფეები დაყვებიან, ქადაგებს, კურნავს და პერიოდულად მასე მოწაფეები ემატება. და ამ დროს ერთ-ერთი მიდის და ეუბნება, თქვა ვინმე მას, მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხვალ. ანუ სადაც მიდიხარ, ყველგან გამოყვე. ხშირად არის ხოლმე ადამიანს აქვს ეს განწყობა, რომ ეკლესიაში მოდის ემოციურად აჟიტირებული, აღტკინებული. რატომ? იმიტომ რომ მის გულს შეეხო ღმერთი და ურწმუნოებიდან რწმენაში მოვიდა და დაინახა, რომ ღმერთი არსებობს. ანუ ყოვლის შემძლე შემოქმედი არსებობს. და მას ეს უხარია, ბუნებრივია ახლა, ხო, მაგრამ უსასრულო პერსპექტივა გეხსნება, თავისთავად ცხადია, შენი გამოცდილებით რწმუნდები, მოდიხარ ეს გახარებული, აჟიტირებული, მოდიხარ ფალთან, ანუ ეკლესიაში მოდიხარ, მაგრამ არ ფიქრობ ეს რას ნიშნავს, რატო შეეხო შენს გულს, რისთვის მოგიწოდა. ამიტომ უფლის პასუხი ნახეთ როგორია, უფალი ხო ხედავს ადამიანის შინაგან სამყაროს. იესო, რქვა მას იესო, მელთა ხრელი უჩს და ფრიველთა ცისა საყოფელი. ანუ ცხოველებსაც კი თავისი ადგილი აქვს, სადაც ყუდრო ცდილობენ ყოფნას. ხოლო ძეკაცისას არ აქვს, სადაც თავი მიიდრიკოს. ეს მართლაც ესე იყო პირდაპირ გაგებით, მართლაც მას არც სახლი ქონდა, არც კარი ქონდა და სტუმრობდა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ აქ მიგვანიშნებს, რომ შენ თუ იმიტომ მოდიხარ, რომ მიწიერი კომფორტი მოიწყო. ესე იგი შენი ადგილი ჩემთან არ არის. მიწიერ კომფორტსაც გაძლევს ღმერთი იმ მინიმალურს, რაც ჭირდება ადამიანს. ყველა ადამიანს მინიმალურ კომფორტს შეძლებს დაგვარად, რა ვისაც რა ჭირდება, იმას კი აძლევს, მაგრამ შენ თუ იმიტომ ხარ, რომ მიწიერი პრობლემები მოიგვარო, ხო, მაშინ უფლის სიტყვები ზედ გამოჭრილი ჩვენზეა, რომ მელს ხრელი სასორო აქვს, ხოლო ფრინველიც საყოფელი ხო, რომ ძეკაცისას არ აქვს, სადა თავი მიდრიკოს. ანუ გეუბნება, რომ მე შენ ამას შენ თუ ამისთვის მოდიხარ, მე შენ ამას არ მოგწ. სხვას ეუბნება, შენ მომდევდი მე თავად ეძახის, ეს პირველი თვითონ მივიდა. ანგარებით. აი როგორც პეტრე მოციქულს თევზს რო დააჭერნებს და პეტრე რომ მისულიყო, ან სხვა მეთევზეს რო დაენახა ეს და მისულიყო, გამოყვები რა შენი მოწაფე გავხდები. რატომ მივიდო და დაინახა რომ პეტრეს ამდენი თევზი დააჭერნე და აი გამდიდრდები, უფლის მოწაფე ვიქნები და გამდიდრდები. ესეთი ადამიანი ესე დაამოხრუჭა შეიძლება ასე ითქვას. სხვას დაუძახა შენ მომდევდი მე. მაგრამ ამასაც სულიერება როგორი აქვს შეხედეთ? უფალო მიბრძანა მე პირველად მისვლა და დაფლად მამისა ჩემისა. ანუ ან მოხუცი იყო მამამისი და მალე გარდაიცვლებოდა და ცოტა ხანი ვიქნები სახლში, ან უკვე გარდაცვლილი იყო და უნდა დაეგძალა. აქ მამაზე ზრუნვა კი არ არის უგულებელს ყოფილი. არამედ სხვა რამეა და უფალი პასუხობს, აცადე მკვდარნი დაფლად თვისთა მკვდართა, ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღვთისა. ძალიან მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ როდესაც უფალი მოგიწოდებს და შენ თუ მას გარკვეულ პირობას უყენებ, რომ მიწიერი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, უფალი გეუბნება, რომ მიწიერი საქმეებში მყოფი ადამიანები, რომლებიც ღმერთის გარეშე არიან, ისინი არიან მკვდარნი, ანუ სიკვდილი. ეს არ არის მარტო ხორცისთვისება, სულისთვისება და ბუნებრივია, რომ ეს ვიღაცას კი არ ეხება, ეს ჩვენ გვეხება. მაგალითად, ჩვენ როდესაც ვეზიარებით, როცა ვლოცულობთ, როცა წმინდა წერილს ვკითხულობთ და როცა ჩვენ ღმერთს ვერ ვგზნობთ, თუ მით უმეტეს გამოცდილი გვაქვს ღმერთის გულზე შეხება და ამით ვართ ცოცხლები სულიერად და ამით მოვედით აქ, ხო? და როცა ეს მუდმივად არ ხდება, რა შემთხვევაში ვერ გძნობს ადამიანი გარე სამყაროსთან როცა ურთიერთობს, როცა სხეული მკვდარია, ან უკიდურესად დაუძლურებულია, ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი სული.
ჩვენ ვერ გძნობთ. იმიტომ ამბობს სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთს ვერ გძნობს, ის ფაქტობრივად ქრისტიანიც არ არის ამ სიტყვის დიდი გაგება. ადამიანი თუ მუდმივად ვერ გძნობს თავის თავში ღმერთს, მას თავიდან მოქცევა ჭირდება. მას ჭირდება სინანული, ანუ მეტამორფოზის პროცესი, რომელიც ეტყობა მასში არასოდეს არ ყოფილა ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო და მას თავიდან უნდა ესე იგი ერთგვარი უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას, გაიაზროს რა წამს, რამდენად თანხმობაშია მისი რწმენა გამოცხადებასთან, სახარებასთან და შესაბამისად კორექტივები შეიტანოს, მოძღვარი უნდა დაეხმაროს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სამუშაო თემა და სამუშაო საკითხი, როდესაც ადამიანი ღმერთს ვერ გძნობს, ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს არის სულის მკვდარი მდგომარეობა. და მკვდარი ადამიანი, სულიერად მკვდარი ადამიანი, ეძებს რა მაინც ბედნიერებას, უკვე მიწიერ საქმეებში ინტეგრირდება ბოლომდე, ისე რომ მას უკვე აღარ ცალია მარადიული სიცოცხლისთვის. ასე რომ ესეც ძალიან ისეთი მდგომარეობაა საკმაოდ საშიში. ხო, სხვამ კიდე უთხრა, მიგდევდე შენ უფალო, მეცა მიგდევდე შენ უფალო. ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაი სახლეულთა ჩემთაგან, ანუ გავემიჯნო ჩემს ოჯახს, ანუ რაღაც საქმეები მოვაგვარო, მიწიერი საქმეები მოვაგვარო და გამოყვები. გასაგებია რომ მიწიერი საქმეები ჩვენი პასუხისგებლობაა, იგივე წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ვინც ოჯახზე არ ზრუნავს, ის ურწმუნოა. გესმით, აქ ხშირად ადამიანები ვერ იგებენ, როცა ესეთ საკითხებზე საუბრობს წმინდა წერილი, ან ვინც არ უარყოს დედა, მამა, დედა, ცოლი, შვილები და არ შემომიდგეს მე იგი არ არის ჩემი ღირს, ვერ იგებენ, იმიტომ რომ მეორე მხრივ წმინდა წერილი გვავალდებულებს ახლობლების სიყვარულს, მშობლების პატივისცემას, კიდევ მეორე თვისაც ვინც თავის ოჯახზე არ ზრუნავს, ის ურწმუნოზე უარესია და აი აქ ჭირდება ადამიანს გამოცდილებითი სიბრძნე, რომ მიხვდეს რაზეა საუბარი, რომ ორივე ერთმანეთისგან თითქოს გამომრიცხავი ეს ორივე ცნება, ხო, ანტინომიური წყვილი ერთი მეორეს გამორიცხავს, ორივე როგორი ნამდვილია, ორივე როგორ რეალისტურია და ორივე როგორ აღსრულებადია, როცა ადამიანი პრაქტიკული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ამას ჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამოცდილებითი სიბრძნე, სულიერი ხედვა წმინდა წერილისა და არა უბრალოდ ინტელექტუალური. და უფალი ეუბნება ესეთ რამეს, არავინ დაზდვის ხელი სახვნელსა გუთანზე და ხედავნიგი გარე უკუნ და წარმატებულ არ სასუფეველსა ღვთისასა, როგორც გუთნის დედა უკან არ უნდა იყურებოდეს, წინ იყურება, ხო, როცა ხნავს მიწას, ასევე უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ თუ ადამიანი უკან ყურებას იწყებს, ის წარმატებული არ არის ღვთის სასუფეველში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს აბსოლუტურად კონცენტრირებული იესო ქრისტეზე. აბსოლუტურად კონცენტრირებული და თუ რამეს ვაკეთებთ ღირებულს, ყველაფერი მასთან კავშირში უნდა იყოს. თუ ესია, მაშინ რა თქმა უნდა პრობლემა არის. და გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული გვეუბნება, რომ გვახსენებს კიდე ერთხელ ჩვენს პასუხისგებლობასაც ტვირთავს, ჩვენს გრძნობასაც ქრისტეს საუბრობს და მე ამბობს, რომ მან ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავი თვისი. ჩვენი ცოდვებისათვის კიდევ ერთხელ გვახსენებს. და რატომ მისცა თავი თვისი და რას ნიშნავს ჩვენი ცოდვებისათვის, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან, რომლის თავადი, ანუ რომლის უფროსი თავად ეშმაკია. ანუ აი ეს რაც ჩამოვთვალეთ წეღან, რაც მიზეზები იყო, რის გამოც ადამიანი შეიძლება ქრისტეს ვერ დაემოწაფოს, ეს არის ამასოფლის სული, რომელიც ადამიანს ცდუნებით იზიდავს, სიცოცხლის ილუზიას უქმნის. თან პასუხისგებლობითაც ტვირთავს, რომელიც მართლა საპასუხისგებლოა, მაგრამ ამ ქვეყნიური პასუხისგებლობა თუ სწორად გავიაზრე, ის ხელისშემშლელი არ არის ღმერთთან ურთიერთობაში. ხოლო მისი არასწორი გააზრების შემთხვევაში კი ადამიანი ღმერთს კარგავს. ალბათ გაგვიგია, რომ ადამიანი აქ ლაპარაკი არ არის თქვათ რაღაც ერთჯერად ფაქტებს, რომ ადამიანი წლობით არ ცხოვრობს ქრისტიანულად და მიზეზი ერთადერთი აქვს, რომ მას ამისთვის ჯერ არ ცალია. აქ ლაპარაკია ცოტათი რწმენა მაინც თუ აქვს. ჯერ არ ცალია, აი მერე მოიცლის. ეს არის ამასოფლის თვისება, ის გიზიდავს, გატყვილებს და გაცდუნებს. და ამიტომაც უკეთური ქვეყანას უწოდებს პავლე მოციქული. რატო უკეთურია? ის რაც ღმერთს გაკარგინებს, ის რაც ღვთისნების საწინააღმდეგოა, ყველაფერი უკეთურია. ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ უკეთური ქვეყნისაგან გვიხსნას, იმიტომ რომ რო გაიგებ, რომ ღმერთი შენთვის მოვიდა და ჯვარს ეცვა, ადამიანად მოვიდა და ჯვარს ეცვა, ბუნებრივია, რომ ის იმდენად ამ სოფლის
ზოგადი მდგომარეობიდან იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რომ ღმერთი როგორ შეიძლება მოსულიყო ადამიანად ჯერ ერთი და მე როგორ შეიძლება თითქოს ეს სიტყვათა წყობა, ხო, სრული სისულელია ლოგიკურად ღმერთი მოკვდა ჯვარზე, ხო? ეს იმდენად რაღაცა გამოკვეთილია და ამასოფლის ლოგიკისათვის, ამასოფლის სიმართლისათვის იმდენად პარადოქსულია და სოფელი არიღებს ამას დღემდე, ხო სწორია, რომ თუ შენ გულმა ეს მიიღო, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენში რაღაცა ხდება მისტიკური, ნამდვილი და ეს პირდაპირ ესე იგი კონცენტრირების საშუალებას გაძლევს მასზე. და სხვანაირად ვერაფრით ვერ გამოხვალ ამას სოფლის სულიდან. და ეს არის ჩვენი ღვთისნება, მამა ღმერთის ნება და მამას ძეს და სულიწმიდას ერთი ნება აქვს, როგორც ვიცით, და მე ადიდებს ვისი დიდებას არის უკუნით უკუნისამდე ამინ. და შემდეგ პავლე მოციქული ამბობს, აი პრაქტიკული გამოცდილებიდან საუბრობს, რომ მიკვირსო ამბობს, რომ ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე იმისგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე და თავის თავს გულისხმობს ამაში, რომ ესე იგი იყვნენ ეთყობა ადამიანები, ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლე, რომლებსაც პავლე მოციქული ესაუბრება, ქრისტესთან მოიყვანა და შემდეგ სხვა სახარებაზე, ანუ განუდგენ ჭეშმარიტ მოძღვრებას. აი რასაც წეღან თავში ვსაუბრობდით, ადამიანი მოვა, ქრისტეს აჩვენებ და მე მიდის და მე გიკვირს, რომ რა ვიცი თითქოს ცდილობდი რომ სწორედ გეჩვენებინა. ახლა საუბარი კიდე რაზეა, რომ როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, მონასტერში ეს ძალიან გამოკვეთილად ჩანს, მაგრამ საერო ეკლესიაშიც ის არ მიდის მოძღვართან, იმიტომ რომ მოძღვრის ნება აღასრულოს. როცა ჩვენ საუბრობთ მორჩილებაზე, მორჩილება არ არის მოძღვრის ნების აღსრულება, ამ სიტყვის ესე პირდაპირ გაგებით. ეს არის ღვთის ნების აღსრულებით ცხოვრება და ეს იმ შემთხვევაში რეალიზდება, როდესაც მოძღვარს თავისთან კი არ მიყავს ადამიანები, არამედ როგორც იოანე ნათლისმცემელი იქცევა, ქრისტეს აჩვენებს. და ეს მორჩილება მოძღვრისა, რომელიც თითქოს გარეგნულად მოძღვარს ემორჩილება სინამდვილეში, ეს გადადის ქრისტეზე. მოძღვრის გავლით ქრისტეზე გადადის. ანუ ქრისტესკენ მიყავს. და როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ის ქრისტესკენ მიყავთ, ეს არის სახარება, ანუ სახარებას აჩვენებენ. როცა მე ადამიანი ამას უარყოფს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან საშიში იმ ადამიანისათვის, რომელსაც ეს ემართება. და ამიტომ პავლე მოციქული ასე მიკვირსო, წამო პავლეს რო გაუკვირდება. მაგრამ და სხვა სახარებაზე გადახვედით, ანუ სხვა სახარება რა არის? რაც სიხარულს განიჭებს. ანუ თქვენ თქვი სხვა სიხარული გაჩნდა, რაღაც არასწორი წარმოდგენები რელიგიური თუნდაც, ხო, დამახინჯებული, რომელიც არ არის თანხვედრაში 2000 წლოვან გამოცდილებასთან. საერთოდ სხვა ცხოვრების წესი, სხვა სახარებაზე გადახვედით და მე უცებ გვეუბნება, რომ თუმცა არ არსებობს სხვა სახარება. ერთია ღმერთი, ერთია განკაცებული იესო ქრისტე, ერთი ეკლესია დაარსა, სხვა სახარება არ არსებობს. პავლე მოციქული ესე ამბობს. არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომლებიც გამღრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. იცოცხლე ესეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის არიან და ჩვენ შეიძლება ესეთი ადამიანი აღმოვჩნდეთ, როდესაც ჩვენი არასწორი ცხოვრების წესით, ჩვენი გამოუცდელობით, ჩვენი პრაქტიკული ცოდნის ჩვენში არარსებობით სხვას ან დავარიგებთ, ან მაგალითს მივცემთ და შესაბამისად ვაცდუნებთ. და როგორც ხშირად გეუბნებით, ახლაც იგივეს ვიმეორებ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცდომილება, რაც დღევანდელ ქრისტიანებში არსებობს, დღეს ყოვლადწმინდა სამების დოგმაზე არავინ აღარ მსჯელობს, კამათობს უფრო სწორედ და ანუ იმდენი საუკუნე გამოიარა ამ ცოდნით ეკლესიამ და ისე მთელი ეკლესიის სისხლით დადასტურებული აქვს მთელი რიგი ჭეშმარიტებები, ხო, ღვთის განკაცება, ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი რაც ყველაზე ძალიან, ესე იგი დღეს ესეთი მოწყვლადია, ეს არის ეკლესიის დოგმატი, ანუ ეკლესიის ერთიანობის დოგმატის შესაბამისი ეკლესიოლოგიური აზროვნება. იმიტომ რომ ადამიანის პატივმოყვარეობა და საკუთარი სიმართლით ცხოვრების სურვილი და სიამაყე ყველაზე ძალიან ამ დოგმატის წინააღმდეგ არის მიმართული. ანუ ეკლესიის ავტორიტეტის, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის, ეკლესიის ერთიანობის, ეკლესიოლოგიური აზროვნების. აი ამის ატანა არ აქვს თანამედროვე ადამიანს.
ამიტომ ძალიან მოწყვლადია ეს სწავლება, ეს ღვთივ გამოცხადების ჭეშმარიტება, რომ მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას, რომ პავლე მოციქული იტყვის, რომ ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, რომ ეკლესიაში ისეთი სიბრძნეა დავანებული, რომ თვით ანგელოზები განისწავლებიან ის მიერ ღვთაებრივ სიბრძნეში, რომ კიდევ ვიმეორებ, ეს ქრისტეს მისტიკური სხეულია და ეკლესიაში ხვდებით ქრისტეს ორგანული ნაწილი და ხდება ჩვენი არსობრივი გარდაქმნა ეკლესიის წიაღში. ამ სწავლებას, როგორც კი განუდგება ადამიანი და რაღაცა სხვა რამეს თავისით ბრძნობს, იქ უკვე არის დაღუპვა და მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოზმა ზეცითაც რომ გახარო სხვა სახარება, ანგელოზი. რატომ მოყავს პავლე მოციქულს ანგელოზი? კაი, ადამიანი ცდება, მაგრამ ანგელოზი, შეშმაკს არ ამბობს, ანგელოზი, ანუ დაცემული ანგელოზი კი არა, ანგელოზი. და გახაროთ ის, რაც არ გვიხარებია, ნახეთ, ეკლესიას ანგელოზებზე მაღლა აყენებს. შეჩვენებული იყოს პავლე მოციქულს ჩვევია ცეცხლოვანი ბუნება აქ და როცა ადამიანის დაღუპვას ხედავს, იქ აღარ ეფერება ზედმეს და პირდაპირ დიაგნოზს უსვავს, ფაქტის კონსტატირებას აკეთებს და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი დაიღუპოს, არამედ გამოფხიზლდეს და ამბობს შეჩვენებული იყოს, რაც უწინ მithქვავს, ახლაც იმასვე ვიტყვი, ვინც სხვა რაიმე გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული ყავს. ანუ ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ეკლესიის 2000 წლოვან გამოცდილებას, რომლის მიერაც გვეწოდება სახარება დაწყებული მოციქულების მიერ დაწერილი, დასრულებული და გაგრძელებული დღევანდელი მე-21 საუკუნის წმინდანების მიერ, ესეც სახარებაა, სახარების გაგრძელება, ვინც ამ ყველაფერს უარყოფს, აი შეჩვენებული ყავს, ნიშნავს სწორედ ამას, განდგომილებას, ჭეშმარიტებისგან დაღუპვას. და პავლე მოციქული ამბობს, რომ მე ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს, ანუ იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო. ეს რომ ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი. პავლე მოციქული ამბობს, ხედავს, რომ მწარია მის სიტყვები და ამბობს, რომ მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ თქვენ გესიამოვნოთ. მე უნდა ვიყო მართალი ღვთის წინაშე. ეს რო არ იყოს ღვთის მონა არ ვიქნები, არამედ თქვენი მონა ვიქნები. ეკლესიის ორგანული ნაწილი შენ თო უნდა გახდე და ღმერთი მოგცემს მე იმ ძალას თუ სათნოდ ჩათვლის შენ სოფხედელობას, რომ შენ რაღაცა სიკეთე გააკეთო ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ აი ამას ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან და ცდილობენ ეკლესიის გამოყენებას სათავისოდ თავისი პირადი შეხედულებების გასანვითარებლად. ეხლა ეს პირადი შეხედულება კარგია, ცუდია, ეს სხვა თემაა, მაგრამ კარგიც რომ იყოს, რას ნიშნავს? შეიძლება ღმერთის გამოყენება რაიმეში. გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც და ითხოვენ ხშირად ჩვენგან ვთქვათ ის, აი მოდის ადამიანმა ამოვიცი ესე უნდა ელაპარაკო. მე მოვა სხვა და არა ისე უნდა ძველი ქართული მულტფილმი როა, როგორ იმღეროს რო ასწავლიან და გააგიჟებენ ადამიანს. ყველას თავისებურად რო ასწავლის, როგორ იმღეროს იმ ვიღაცა პერსონაჟმა მულტფილმია. მე მღვდელი იმიტომ ვარ, რომ ვითქვა ის, რასაც ღმერთი გულში მაძლევს და მე ვარ მის წინაშე პასუხისმგებელი. არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი იმას, რაც შენ გინდა რომ თქვა. მე განაწყენებულები მიდიან. გესმით? ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ. ჩვენც აი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, უბრალოდ მღვდელი იქნება თუ მრევლის წევრი იქნება, ნუ ვიქნებით ანგარებიანი ეკლესიის მიმართ. ნუ მოვალთ აქ იმ იდეებით, რომელშიც ეკლესია გვჭირდება. ეკლესია არაფერში არ გვჭირდება, გარდა ერთისა, რომ ქრისტესთან მიგიყვანოს. და მერე უკვე შენ, როცა ადამიანი ქრისტესთან ხარ, ღმერთი იმ ნიჭებს მოგცემს, რაც საჭიროა შენი ცხონებისთვის და შენ მიერ რაღაცა სიკეთის გასაკეთებლად. გაუწყებ ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, ვინაიდან მეც კაცის გაროდი მიმიღია იგი ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. ასე რომ ჩვენ რასაც ვკითხულობთ წმინდა წერილში, მათ შორის დიდი პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, ეს არის ღვთის სიტყვა, ღვთის გამოცხადება. კარგად უნდა ჩაუღმავდეთ, გავიაზროთ, გავითავისოთ, რომ ეკლესიური ცხოვრების და ვითომ და ქრისტიანული რწმენის პირობებში არ აღმოჩნდეთ ქრისტეს გარეშე ღმერთმა დაგვიფაროს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.